უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ძირითად და მთავარ ენერგიებში იქნებით. ორი ვარიანტი და ნაირჩეთ ერთ-ერთი. პირველი ან მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი. თუ გინდა დააპაუზეთ ვიდეო ისე აირჩიეთ, თუ გინდათ უბრალოდ ორივეს მოусმინეთ, არც ერთია პრობლემა, არც მეორე. თან დამიწერეთ კომენტარებში სანამ ვარიანტებს განვიხილავ, რა არის თქვენთვის ის სურვილი, რომლის ასრულებაც 2026 წელს ის გინდათ რომ შესრულდეს და გინდათ რომ განხორციელდეს და მოხდეს. ხომ იცით, რაც მეტად მანიფესტირებთ და გამოხატავთ და ამბობთ თქვენ სურვილს, უფრო შეიძლება შესრულდეს და მოიზიდეთ, ასე რომ გამიზიარეთ კომენტარში, გულისყურით მოგისმენთ. პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა პირად შეტყობინებაში, ხოლო TikTok მაყურებელმა WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ესე იგი, პირველ ვარიანტთან რა ჩანს ახლა? ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია მოგიწიოთ წარსულზე დაფიქრება და გაანალიზება წარსული სიტუაციების. აი, მაგალითად, რაღაცა პასუხგაუცემელი კითხვები, რაც შეიძლება დაგრჩათ, ამ ყველაფერზე მოგიწიოთ პასუხების მოძიება საკუთარ თავში. ცოტა მოწყენილებით ჩანხართ, რატომღაც პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში თლად ესე კი ახალი წელი მოდის, მაგრამ აღფრთოვანებული და მოწოდების სიმაღლეზე ცოტა ვერ ხართ. არაფერს არ იმჩნევთ გარეგნულად და შეიძლება პირიქით ძალიან ძლიერად და ძალიან მაგრად და ძალიან ყოჩაღათაც გამოიყურებოდეთ. ერთი შეხედვით ადამიანი რომ შემოგხედავთ, მაგრამ აი შინაგანად თითქოს გულში რაღაც ფარულად აი სიმძიმე და დარდი გაწევთ და ვერ მოგიშუშებიათ. შეიძლება რამეზე ძალიან დაგწევათ გული და გტკივათ გული და განწყობაც არა გაქვთ აი ესეთი ამაღლებული, მაგრამ მაინც სხვების თვალში რო არ გინდათ რომ სუსტი გამოჩნდეთ, ეგ მომენტია აქ რაღაცა დაკარგულ გზნობებზე, დაკარგულ ემოციებზე, დაკარგულ სიტუაციებზე გწყდებათ გული. ეხლა შეიძლება არ იყოს ეს უფრო ძველი მომხდარია და ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარასავით გაქვთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში აი ცოტა მოწყენილი ფონი გიჩანთ. ალბათ გირჩევდით მაინც რომ თუ დიდი ხანია რაღაცას გლოვობთ, უკვე მორჩით გლოვას, თუ ახლა დაიწყეთ და რაღაცაზე გული ხდებათ, კი ბატონო, საკუთარ თავს მიეცით უფლება იყოთ სუსტები, მაგრამ ძალიან დიდ ხანს არ გააგრძელოთ ყველაფერში ბალანსი და ზომიერება საჭირო რომ დაიცვათ. უზომო და უკიდეგანო არაფერი არ ვარ არც სიხარული და არც ზედმეტი მწუხარება. რაც შეგეხებათ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტთან ესეთი სიტუაცია. აქ შესაძლებელია გქონდეთ ოჯახური შეკრება, გაერთიანება, შეხვედრა ოჯახურმა საკითხებმა წამოიწიოს, რაღაც ფინანსური საკითხებიც იყოს მნიშვნელოვანი. შესაძლებელია რაღაცა სახის გადაწყვეტილებებზე მოგიწიოთ დაფიქრება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ან რაღაცა მიზანი გაქვთ და იმ მიზნის ირგვლივ სტრატეგიები, დაგეგმები შეიძლება იყოს. შესაძლებელია აქ ოფიციალურ ორგანოსთანაც გქონდეთ გარკვეული გადაკვეთა, ან რაღაცა წერილი, შეტყობინება, საინფორმაციო ხასიათის ენერგიები ამოდის მეორე ვარიანტთან. თითქოს რაღაცას ელოდებით და ცოტა დროშია გაწელილი ეს პროცესი, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ თქვენ აქტიურ მოქმედებაზეა დამოკიდებული შედეგის და საქმის გამოსვლა მეორე ვარიანტის შემთხვევაში. შედარებით პოზიტიურია ვიდრე პირველი ვარიანტი ენერგეტიკულად. აქ ოჯახური გადაკვეთები და შეკრება და თავყრილობა ბევრია. აქტიურები იქნებით, თავდაჯერებულები იქნებით, მართვისადავეები თქვენ ხელში იქნება 100%-ით მომდევნო კვირაში და სამყარო გეუბნებათ, დაისახე მიზანი, რაც გინდა გააკეთე, ყველაფერში მოყვევი. არ გაქვთ ხელის შეშლა. ასე რომ დაისახეთ მიზნები, დაგეგმეთ მომავალი. როგორ დაფიქრდით, რა გსურთ, საით უნდა წაიღოთ თქვენი ენერგია, თქვენი ეს პოტენციალი, რაც მოცემული გაქვთ მეორე ვარიანტს. მოდით ზოგადი რჩევაც ვნახოთ ყველასთვის. რაც გირჩევთ ტარო უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. რამე რთული სიტუაციაში თუ ხართ, იმ სიტუაციის ირგვლივ რა რჩევას მოგცემთ ტარო თქვენ. რჩევა ესეთია, დაიყრდნით თქვენს შინაგან ინტუიციას, შინაგან გამოცდილებას, თქვენს ემოციებს, გულს, გრძნობებს მოусმინეთ, ეცადეთ შექმნათ ირგვლივ ჰარმონიული, მშვიდი, ნაზი ატმოსფერო, არ იყოთ აგრესიულები, თავდასხმელები, გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ახლო მომავალში ზოგადად. ჯობია რომ საკუთარ სიღრმეში ჩახვიდეთ, საკუთარ შიშებს გაუსწოროთ თვალები და საერთო ჯამში დაფიქრდეთ, სად ხართ, რა ადგილას ხართ. ან როგორ უნდა მოусმინოთ, იცით, აი ესეთი რაღაც რომ წარმოგიდგენთ, რომ დახუჭოთ თვალები უბრალოდ და სხეულს დააკვირდეთ, ემოციებს დააკვირდეთ, აი რას გრძნობს თქვენი სხეული. ის კი არა რომ აი ირგვლივ რა ხდება, ირგვლივ ქაოსი ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს ქაოსი უნდა გაჩუნდეს და თქვენ შინაგან ხმას მოусმინეთ. აი ბნელო თახში რო ხარ და თვალები რო დახუჭული გაქვთ და
აი რაღაცა მარტო შინახმები რომ თქვენი საუბარი რომ გესმით თქვენი გონების ხმა, აი ამას დააკვირდით და ამას მოусმინეთ, სწორ გზაზე დაგაყენით, სწორ მიმართულებას მოგცემთ. რაღაც მომენტში შესაძლებელია ასევე გარკვეული სიტუაციისგან თავის დაცვა მოგიწიოთ და შემოიზღუდეთ ბარიერი და უწესეთ, რომ სხვები არ შემოიჭრენ ადგილად თქვენს პირად სივრცეში. მოკლედ, ბედნიერ, იღბლიან, წარმატებულ კვირას გისურვებთ, ახალ წელს გისურვებთ, სიყვარულით, სიხარულით სავსე გქონოდეთ, უფალის დღეგრძელობა, მზეგრძელობა გქონოდეთ. წარმატებები კიდევ ერთი გაშლა გვექნება წლის ბოლომდე და დაგემშვიდობებით ამით.